მოგესალმებით ყველას, დავბრუნდით პედიატრი ძმების YouTube არხზე. დღეს ძალიან გავრცელებულ საკითხზე ვისაუბრებთ, რაც შვებით, როდესაც ექსპრესიული მეტყველების დაყოვნებაზე არის საუბარი. კი, ეს არის წინა ვიდეოს გაგრძელება, როდესაც ვისაუბრეთ თუ რა არის განგაშ ნიშნები მეტყველების შეფერხების და ამ ვიდეოში აგეხსნით თუ ჩვენ როგორ მივყვებით დიაგნოზს, როგორ უნდა ვმართოთ ეს მდგომარეობა და რას შეუძლია რისკები შეამციროს. შევეხოთ იმას, რომ როდესაც ეს განგაშ ნიშნები არის, ჩვენ არ ვამოწმებთ მხოლოდ სიტყვების მარაგს ან კომუნიკაციის უნარებს, ჩვენ სრულად უნდა შევაფასოთ ბავშვის მდგომარეობა, გვაინტერესებს ისეთი მოვლენები, როგორც არის მაგალითად ბავშვი კომუნიკირებს თუ არა სხვებთან, როგორია სოციალური კავშირი, ასევე პირის ღრუში რა ხდება, რომ ანატომიური რაიმე პრობლემა ხომ არა აქვს, ნევროლოგიური განვითარება როგორია, სმენის შეფასებაც ასევე აუცილებელია და ასევე გვაინტერესებს თუ რამდენად კარგად ახსოვებს დირექტივებს, რაც ასევე სმენასთან არის დაკავშირებული. ნამდვილად ასეა, როგორც წესი, თითოეულ ბავშვი მაინც ვატარებთ შემდეგ კვლევებს. ეს შეიძლება იყოს სისხლის საერთო ანალიზი, ტყუის დონის განსაზღვრა, სმენის ტესტი. არსებული მონაცემების მიხედვით შეიძლება დამატებით გენეტიკური ან სხვა გამოკვლევებიც დავამატოთ. ხოლო დიაგნოსტიკას, დიფერენციალურ დიაგნოსტიკას რაც შეეხება, 4 ძირითად კატეგორიად შეიძლება. პირველი არის მეტყველების იზოლირებული შეფერხება, როცა ყველაფერი დანარჩენი არის ნორმალურად, შეიძლება იყოს უბრალოდ დაგვიანებული ნიშანსვეტები ან სპეციფიური შეფერხების ტიპი, როცა მაგალითად ჩამორჩენა მხოლოდ მეტყველების სფეროშია და სხვა ყველაფერი ნორმის ფარგლებში. კი, ასეთ ბავშვებს როგორც წესი არა აქვთ თამაშის პრობლემა, ნორმალური განვითარების არიან, სოციალური უნარებიც კარგად აქვს განვითარებული, მაგრამ თანატოლებზე გვიან იწყებენ ლაპარაკს. მეორე დიდი ჯგუფი არის ის, როდესაც ეს მეტყველების შეფერხება არის რაღაც ფართო განვითარების შეფერხების ნაწილი. ეს შეიძლება იყოს გლობალური განვითარების შეფერხება, ინტელექტუალური განვითარების შეფერხება ან აუტისტური სპექტრის აშლილობა, სადაც ასევე ვხედავთ ცუდ თვალით კონტაქტს, ასევე ჟესტებით კომუნიკაცია ამ დროს არის ძალიან შეზღუდული ან საერთოდ არ არსებობს, ან გვაქვს სოციალური კომუნიკაცია, რომელიც ასევე არის შეზღუდული. კი, და ასევე არ დაგვავიწყეს, რომ ეს მდგომარეობები, როგორიცაა სელექტიური მუტიზმი, ბგერით წარმოთქმის დარღვევები, აფრაქსია, დიზართრია და ასევე შეიძლება იყოს ამასთანავე ენაბორტი. სმენის დაქვეითება ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია, თუნდაც მსუბუქი პრობლემები, განსაკუთრებით კი ჩუმი ბგერები, მაგალითად, როდესაც თლზე და სზე ბავშვი აყოვნებს მეტყველებას. კი, ამიტომ მეტყველების დაყოვნების და შეფერხების ყველა შემთხვევისას სმენის შემოწმება როგორც წესი აუცილებელია და ამ საქმეში უნდა ჩავთვალოთ აუდიოლოგი. მეოთხე მიზეზია მეტყველების გარემოს ნაკლოვანება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს ნაკლები ურთიერთობა მშობლებთან, ასდასრულებთან, მეურვის სტრესი ან მაღალი საეკრანო დრო. ბავშვები მეტყველებას ადამიანებისგან სწავლობენ, არა ეკრანებიდან, ამიტომაც რაოდენობა და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მართვას, ამ პრობლემის მართვა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და იმაზე, რა ტიპის დაყოვნებასთან გვაქვს საქმე. კი, მაგრამ 3 წლამდე განსაკუთრებულად აუცილებელია ჩართვა, იმიტომ რომ ეს განვითარების ცენტრები, სადაც მიმდინარეობს განვითარების შესაბამისი რეაბილიტაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკეთეს შედეგს გვაძლევს. უფროს ბავშვებში სკოლა და ბაღი იდეალურ ვარიანტში უნდა იყოს მოსწრების და განვითარების შეფასების არე და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მეტყველების მხარდაჭერაც. კი, მეტყველების თერაპია ძალიან ეფექტურია და მშობლებს გვინდა უთხრათ, რომ კვლევების მიხედვით თუ მეტყველების თერაპია გრძელდება 8 კვირა და მეტი, გაცილებით უკეთეს შედეგი იდება ხოლმე ამ მხრივ. და მშობლებმა უნდა დაიმახსოვრონ, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი არის შედეგი. კი, სპეციალისტებთან გადამისამართება, როგორც არის მაგალითად ნეიროგანვითარების სპეციალისტთან, ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვეჭობთ, რომ არის მაგალითად აუტისტური სპექტრის აშლილობა, დიზართრია ან სხვა პრობლემა. პირველადი ჯანდაცვის რგოლს აქვს ძალიან დიდი როლი პროგრესის მონიტორინგის, სერვისების კოორდინაციის და აკადემიური ან ქცევითი სირთულეების დროული გამოვლენის მხრივ. პრევენციაზე ვისაუბროთ, მთავარი ფუნდამენტი არის მეტყველების ნუტრიცია. ეს ნიშნავს ყოველდღიურად ბავშვისთვის მდიდარი სამეტყველო გარემოს შექმნას. აუკითხეთ ბავშვს ყოველდღე ზდის ლექსიკონს და ახალ სიტყვებს აცნობს მას. ასევე გამოიყენეთ დიალოგური ინტერაქცია, დაუსვით კითხვები, მიუთითეთ სურათებზე და წაახალისეთ, რომ თავად მოყვეს ბავშვმა ამბავი. კი, და მოაყოლეთ ამბავს ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რას აკეთებს და რატომ.
პასუხეთ და გააგრძელეთ დიალოგი, თუ ბავშვი ამბობს მანქანა, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, დიახ, დიდი წითელი მანქანა. კი, და შეზღუდეთ ეკრანის გამოყენება, მაგალითად საგანმანათლებლო ვიდეოებიც კი დადგენილია, რომ ამცირებს რეალურ კომუნიკაციას მშობელთან, რაც შეიძლება ცუდად აისახოს ბავშვის განვითარებაზე. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟესტების სიტყვებთან ერთად, ეს საუბარს მისთვის უფრო გასაგებს გახდის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის წინა ვიდეოს გაგრძელება, სადაც ვისაუბრეთ ჩვენ განგაშის ნიშნებზე. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დააწერეთ კომენტარი, გაუზიარეთ მეგობრებს და მოიწონეთ ვიდეო. აბა დროებით.